ზესტაფონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადგილობრივი მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის აქტიური თანამშრომლობით გადასადგილებელი ეტლი გადაეცა. ეტლი 33-მა პირმა მიიღო. ამ პროგრამას კიდევ სხვადასხვა მიმართულების არაერთ პროექტთან ერთად ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის 32 წელზე მეტი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება სოციალური პროექტი, 4 პირ სახლში მიუტანეს დამხმარე მოწყობილობა, რომლის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებელთა ინდივიდუალური საჭიროებები. ასევე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერვე საბავშვო ბაღს წიგნები და სათამაშოები გადასცეს საჩუქრად. 31 წელია უკვე ჩვენი ორგანიზაცია არსებობს და მრავალი სხვადასხვა საინტერესო პროგრამის თუ პროექტის მონაწილე ყოფილა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლიდან არის შშმ პირთა დახმარება, ეტლების სხვადასხვა გადასაადგილებელი საშუალებების დარიგება საქართველოს ყველა რეგიონში. ეს ორგანიზაცია ამერიკული დონორი, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია ეხმარება სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარების სახით, გვეხმარება ამ ეტლების ჩამოტანა და შემდეგ დარიგებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. 33-მა შშმ პირმა მიიღო თავის წონაზე და სხეულზე მორგებული ეტლი. მოგეხსენებათ, მათთვის ვისაც ეს აუცილებელია, რამდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ეს თანამშრომლობა ჩვენ ორგანიზაცია საქართველოს ქალები მშვიდობისათვის უკვე წლებია, რაც გვაქვს, რამდენიმე წელია მათ ესეთი დამოკიდებულებები აქვთ ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათი სპონსორობით ახერხებენ, რომ ეს ეტლები ჩამოიტანონ და საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერიებთან აქვთ თანამშრომლობა და მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია. მე მინდა ამ ქალბატონებს მართლაც მადლობა გამოუცხადო იმ თავდადებული შრომისათვის, რომელსაც ისინი ეწევიან ბენეფიციარების უზრუნველყოფისათვის. სტუმრად იყვნენ ჩამოსული როგორც თავმჯდომარე, ისე აღმასრულებელი მდივანი და ტექნიკური ხელმძღვანელი და ასე ვთქვათ, უკვე გამართული ეტლები ადგილზე ჩვენი თანამშრომლების ჩართულობით მიიღეს ბენეფიციარებმა და ეს ურთიერთობა იმედია, რომ მომავალშიაც გაგრძელდება. სხვადასხვა პროფესიაში გამორჩეული 8 ზესტაფონელი, ლადო ბერაძე, მაია მერკვილაძე და ლევან დათიაშვილი სამედიცინო სფეროდან. პედაგოგი მზია კვინიკაძე, ქორეოგრაფი ზაზა შალამბერიძე, ხელოვანი მელანო სარალიძე, ბიზნესმენი ზაალ ხუსკივაძე, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი თეონა სუთიძე, საქართველოს წლის საუკეთესო ადამიანები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიებაზე ეთნოპერსონას ტიტული მიენიჭა ანსამბლ ძმებს, ხოლო წლის საუკეთესო თავდამსხმელი პერსპექტიული ფეხბურთელი უმცროსი ზაზა შალამბერიძე გახდა. პერსონა 2024-ის წლის ტიტულის გალა დაჯილდოების ცერემონია მცხეთაში, კულტურის ცენტრში გაიმართა. წარმატებული მონაწილეები ზესტაფონიდან თავიანთ პირველ ემოციებზე საუბრობენ. მინდა მადლობა გადაუხადო პერსონა 2024 წლის საორგანიზაციო კომიტეტს, რომლებმაც ნამდვილად დააფასეს ჩვენი შრომა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მიჩერებოდნენ ამ ჩვენ შრომას და ნამდვილად დაგვიფასდა ეს შრომა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ანსამბლს, პირადად ქორეოგრაფებს, საბა ჩალხაშვილს, სოფო გურგენიძეს და იმ გუნდს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ წყინვალე დღესასწაულში.
მადლობა ქითეულ მშობელს, მადლობა მოსავლე ახალგაზრდობას. ტიტული გადმომეცა სამედიცინო საქმიანობისათვის დიდ მადლობას მოუხდით, ვინც ამ ტიტულზე წარმადგინა. ამაღელვებელი წუთები და მომენტია. მადლობა უფალს ამ ლამაზი დღისათვის. ყველა პერსონას უსურვებ წარმატებას, უსურვებ თავის პროფესიაში უფრო და უფრო ზემოთ ასვლას და სრულიად საქართველოს გულოცავ დღევანდელ დღეს და კიდევ და კიდევ ბევრი პერსონა გვეხილოს ჩვენს კვეთით. გადმომეცა პერსონა 2024-ის ტიტული, წარდგენილი ვიყავი მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის, როდესაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. იგივე ტიტული მიღებული მაქვს 2021 წელს, ასევე COVID პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ასევე მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის და დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული არის ამ საქმეში, ჩვენ დაჯილდოებაში და ყურადღებას გვაქცევს ასე ვთქვათ მედიცინის კუთხით ექიმებს. უკვე მე-11 წელია რაც საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა იმართება სფეროს განვითარება და ხელშეწყობისთვის. დაახლოებით 100 ადამიანი ღებულობს პერსონას ტიტულს და განსაკუთრებულად აღსანიშნავია რეგიონების ჩართულობა ამ ყველაფერში და მათ შორის ძალიან აქტიური არის იმერეთი. ზესტაფონიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან, ქუთაისიდან ძალიან წარმოჩინებული და საინტერესო ადამიანები არიან, რომელთაც თავიანთ სფეროში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ნათქვამი და ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომ დღეს ისინი აი ამ ფინალურ ღონისძიებას ესწრებიან და ჩვენ გვერდით არიან. მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა საზოგადოებას ნდობისთვის. ამ 11 წლის მანძილზე უამრავი პერსონა ყავს დაჯილდოვებული და არასდროს არ გამორჩენილა ზესტაფონი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ზაზა შალამბერიძე და ანსამბლი ძმები, რომლებმაც თავის ცეკვით გააოცა დარბაზი და ძალიან მოხარული ვარ, ასევე წარდგენილია პროექტში ბატონი ლადო, სტომატოლოგი ბერაძე, ასევე წარდგენილია ელიტეს ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მერკვილაძე. ყველა ის გამოჩენილი ზესტაფონელი არის წარდგენილი, ვინც იმსახურებდა ამ ტიტულს. რესტორანი ძმები, ესთეტიკის ცენტრი არის ზესტაფონის ასევე წარმოდგენილი ქალბატონი თეო და ეს ადამიანები არიან თავის საქმიანობიდან, თავის პროფესიონალიზმიდან, იმ კრიტერიუმებიდან დაჯილდოვებული, რა კრიტერიუმებიც გააჩნია პროექტს. მომავალშიც იმედოვნებ და იმედი მაქვს, რომ ზესტაფონი კვლავ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, უამრავი პერსონა იქნება ჩართული, იმიტომ რომ ამ ლამაზ ქალაქს ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავდა ოდითგანვე და ძალიან დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიის დაწერაში ეს ქალაქი და სამომავლოდაც მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გააგრძელებს ამ როლის თამაშს და თავის სახელს ჩაწერს ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჩერლდინგსა და სპორტულ აერობიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა, რაც ხელს უწყობს მასობრიობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ვიხილეთ საინტერესო გამოსვლები და სამინისტროს სახელით ყველა მონაწილეს უსურვებთ წარმატებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩემპიონატი, რადგან მიზნები გვაქვს, რომ აუცილებლად მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზეც ამერიკაშიც და უფრო მეტი და მეტი წარმატება და განვითარება იყოს ჩვენ სფეროში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს ფედერაციას, რადგან გვაძლევენ საშუალებას განვითარებისთვის. დღევანდელი დღე ძალიან კმაყოფილები ვართ და კიდევ მეტი იმედები გვაქვს წინ. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა ზოგადად, ვინც მონაწილეობდა ამ ლამაზ ტურნირში, აერობიკაში, სპორტულ აერობიკაში. მოგეხსენებათ, ის ერთ-ერთი მიმართულებაა ტანმოჯის ფედერაციის. აღნიშნული ტურნირი ტარდება წელს უკვე მეოთხედ. მისი მხარდამჭერი არის სპორტის სამინისტრო, გასაკვირველია ჩვენ ფედერაცია, ტანმოჯის ფედერაცია. იზრდება პოპულარიზაცია ამ სახეობის, მოგეხსენებათ, ლამაზი სპორტია, აერობიკა ქალთა სპორტია, ჯერჯერობით, მაგრამ იმდენად პოპულარული გახდა ბოლო წლებში, რომ მოგეხსენებათ 1000 მონაწილე მარტო ბავშვი წარმოვიდგინეთ. ყველას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, მონაწილეებს, მშობლებს,
ზოგადად გულშემატკივრებს და უსურვო მორიგი დიდი წარმატებები. დღეს ბევრი ნომერი გვაქვს, ტრიო გვაქვს აერობიკის, უკვე წარმოადგინეთ ეს ყველაფერი, ჩირლიდინგი, ჰიპ-ჰოპი, ყველაფერი წარმატებით ჩაიარა. ჩვენი მიზანია რომ წარმატებით მივაღწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მასწავლებლებს და მწვრთნელებს, ასევე ფედერაციას. უკვე ძალიან დიდი ხანია დავდივართ ტანვარჯიშზე და ყველა კმაყოფილები ვართ. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჩერლიდინგში. ძალიან მოხალული ვართ, ძალიან კარგი შედეგებით. გამოვლინდა ძალიან ბევრი საინტერესო ნომერი. ძალიან კარგი ბავშვები ამ წელს გამოვლინდა უკვე ის ბავშვი, რომელიც გაიმგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება ამერიკაში და ძალიან საინტერესო ღონისძიება ელოდებათ ბავშვებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს, რომ მხარს გვიჭერენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ზოგადად უფრო მეტ შედეგს და ყველა ძალებს ჩავთავთ, რომ წარვადგინოთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.